კატა. ფრინავი კატა. ჰაი მეგობრებო, როგორ ხართ? ზარო. მოკლედ მე ვარ კახეთში. ხო და გაატარეთ ერთი და ჩაეთან ერთად. ახლა წავედით ლობიონა დავკრიფოთ. მე პირველად ვკრიფ. მწვანე ხო უკაცრავად. დავაკონკრეტოთ. ხო და წავედით. უკაცრავად. წავედით ბოსტანში. ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ კურდღლები ყოლია და მე გაჩვენებთ. გიღებ დაიკო. თქვი რამე აბა? გამარჯობა ბავშვებო თქო თქვი. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა გამომწერებო. როგორც იქნა ჩამოგვივიდა ქეთვი. ქეთვი? ქეთვუკა. ქეთუკა უნდა მეთქოდა. გადავიქცე. გამარჯობა ჩამოგვივიდა. კახეთი. კახეთში ვარ ზღვაზე, ხო? ძალიან გვიყვარს ქეთი. ჩემი ქეთი. ჩემია ქეთი. გამარჯობა ბავშვებო. ცოტა წინა დექი რომ კარგად გადაგიო გოგო. აქეთ მოდი აქ. დიახ. ეხლა რას ვაკეთებთ? ყავას ვსვამთ? დიახ. შანდა. რაო? ოშენაჩო. გოგო. გამარჯობა. მოდი ახლა. ეს ჩამოგვივიდა. მოდი დაინახე ჩემ მაყურებელს. გამარჯობა. ორიგინალურად გავხდებს. გამარჯობა. ძალიან. აი ლომენი. აბა კარგად დაანახე მაყურებელს. შენია? ხო, ჩემია. აი ეს. მეტი ჩარა გოგონა. ესე იგი დღეს რა გიგმე? დაიცადე გოგო ეხლა. დღეს რა გეგმები გვაქვს უთხარი, აბა მაყურებელს. დღეს მაღაზიაში უნდა წავიდეთ და რაღაცები ვიყიდოთ. დღეს მაღაზიაში უნდა წავიდეთ და რაღაცები უნდა ვიყიდოთ. და მერე? მერე რა? მერე? მერე რა? დავლიოთ მივიდოთ. და დავლიოთ მივიდოთ. ჭამოთ სეირები. მერე ხვალ სად უნდა წავიდეთ? ხელავში გავისეირნოთ, კაფეში წავიდეთ და რაღაცები ვჭამოთ და დავდიოთ. იქ აქვთ. იქ აქვს წვენი, ყავა. კიდე პიცა ვჭამოთ, პიცა. პიცა აქვთ. სახეს მოგოცა. ჩამეხუტება. მოდი მე ჩაგეხუტებ. ჩემი დაიკო ჩამოვიდა ჩემი. დაიკო ჩამოვიდა ჩემი. მართლა? და მაყურებლები შენ გაქცევია. რა გოგო? მაყურებლები შენ გაქცევია. კარგად. კარგად მეკცევიან ჩემი მაყურებლები? ხო. აი თმარონა. ჩემი შენი ლომი დაიძინა შენმა ლომმა. გული ესე აჩვენე მაყურებელს, მიყვარხარ თქო. მიყვარ.
მადლობა რომ გვიყურებთ თქოთ ხარი? მადლობა რომ გვიყურებთ. ჩვენ სახეს მოგოძორობ. შემიჭამა გოგო. ევა. შენ გარშე დავჭე გოგო მოდი ჩემთან მე ჩაგიხუტო. მე ვიდეოში ყავსას ვარ. ვიდეოში ყავას ვარ. შენ გიყვარს ყავა? თუ ბავშვებისთვის არ შეიძლება, ხო? თუ როგორ არის ეგ? მოყევი, აბა, კარგად გასწორდი, დაგინახოს. გოგო. გოგო. აუ, ჩემი შტატივით დამრჩა და რა ვიცი, ნეტარ წამოვიდა. მადლობა. ის მადლობა. რომ გვიყურებთ. და რა საყვარლები ხარ? უთხარი. რა საყვარლები ხართ? მადლობა. გამოიწერე. გამოიწერე. ჩემი დაიკოს არხი. ქეთი. ქეთა ბახ. ეს დავიწერე. ხო. მოკლევით. კახეთი ვარ. კახეთი ვარ ზღვაზე თქო. კახეთი ვარ ზღვაზე. ხო, რაღაცებს ამოვიჭრი, მაგრამ ამის საყვარლობებს დავტოვებ. ვაუ! იცი შენ რომ ბავშვებიც გიყურებენ, გოგო? მე გიყურებთ? იცი ბავშვები გიყურებენ? ნელა. ხშირად. ხშირად? მასე არ დაუტყაპუნო, თორე თუდად ხმას ვერ გაიგებენ ბავშვები. ნელა დავდახე. გოგო, იგადექი და გადაგიგებ, აბა როგორ გაწვია, რა რამაც კაბაგაც შევანახოთ მოყურებელს. დატრიალდი გოგო, დატრიალდი. ვაუ, ეს კარტოფილები არ შეიმჩნიოთ. ვაუ. გოგო, შენ რა გაწვია, რეები ახატია, აბა შენ კაბას ყვავილები? ხა. ზედაც რა ახატია? ვარსკვლავი. ვაუ. აბა რამდენი ვარსკვლავი? აი. ვაუ, რა მაგარია. აბა მაჩვენე. ესე იგი მეგობრებო, დღეს არის 13 და დღეს დილით ჩამოვედი კახეთში. ვიქნები 4 დღე, 17-ში უნდა წავიდე, იმიტომ რომ მე ჩემები უნდა ჩამოვიდნენ და რიჩის პონჩი რა მოკლედ დატოვების პრობლემა მაქვს. ხო და ამიტომ ამ 4 დღეში უნდა ჩავატიო ჩემი 10 დღიანი შვებულება. 4 დღე გამომივა. ხო და რა ვიცი, გეგმაში არის რა არის გეგმაში? ხო, თელავში უნდა წავიდეთ და რაღაც აქეთ-იქით რაღაცები გადავიღებ მაგასაც. ილიას ტბაზე მინდა და იმედია ეს დღეები კარგი ამინდები იქნება, რომ წავიდეთ ილიას ტბაზე. იმიტომ რომ ანუ ჭუჭხიანი ტბა არის და კიდე რო წვიმამ დაუშვას მოკლედ. ხო და რა გოგო? კაროჩე არა რა, მოკლედ. ხო და კიდე ახატელშიც უნდა წავიდეთ ჩემს ბიძაშვილებთან მოვინახო, იმიტომ რომ 1 წელი არ მინახავს. მოგენატრა გიო? ხო იყავი ხა რამოდენიმე დღის წინ თამთა საერთად არ იყავი? თამთა რა მოგიყვან ხო? თამთა იჯდა საჭესთან? საჭე არა, რული არა, საჭე ქართულად. საჭე. დიახ. საჭესთან იჯდა. კარგად ატარა? ცოტა გავუჭიდო. ხო, ამ მანქანაზე? ესე იგი, გუშინ ვეძებე და ჩემი საცურაო კოსტუმები ვერც ერთი ვერ ვიპოვე ხალხო და მე ჩემმა და მათხოვა თავისი ახალი საცურაო კოსტუმები და არ გამისინჯავს, იმედია კარგად მექნება.
ანუ ვერც ერთი ვერ ვნახე. არ ვიცი სად არის. ხო და რა ვიცი რა. იმედია როგორც დავგეგმე, ისე გამოვა ყველაფერი. დღეს ჩემ მეგობარს მივწერე მეთქი ჩამოვედით ხო და ყვარელში ვარო და იმედია რომ დღესვე მოიცლის ჩემთვის. დღეს საღამოსო თუ არა და ხვალუაჭველი გნახავო და იმედია არ ვიცი. იმედია გადაგაგეთ. ხო და შენ მოგიჯა. როგორ მოგწონთ ჩემი წამწამები, გუშინ წინ გავიკეთე. წინაზე უფრო მომეწონა, ხუთაშორის უფრო გრძელი მქონდა და რაღაცნაირი უფრო თვალს ზემოთ წევდა და ეს ცოტა დახრილია და სულ არაფერს სჯობს, მაგრამ წინაზე უფრო მომეწონა რა. ხო და შემდეგში რო გავიკეთებ, ისიც გავიკეთებ როგორც მე მინდა. ხო და ასე უკვე რა ვიცი მგონი 8 საათი დაიწყო თუ 8:30-ია უკვე. ხო და ცოტა ხანში წავალთ. რაღაცებს ვიყიდით. წავიდეთ ხა. რაღაცებს ვიყიდით. წეგან კი ვიყავით, მაგრამ ნავი დაგვავიწყე რაღაცებს და. გამარჯობათ. ეხლა ვსეირნებთ ნადიკვარი რაღა და მოედნისკენ დავიდეთ. ავიდეთ. პრინცესა. გამარჯობა. მოკლედ მეგობრებო, გემრიალად ვისადილეთ და ახლა უნდა გავისეირნოთ. მომისმინე გოგო, რა იყიდე შენ მოიხედე? აბა მაყურებელ საჩვენე. ნახეთ ბავშვებო უთხარი. რა ლამაზია. ესე იგი მეგობრებო, უამრავი ტურისტია თელავში და ქართული საუბარი ნაკლებად მესმის. ძალიან კაია ეგეც. მაგრამ ქართველებს რო დავინახო, ეგ უფრო გამიხარდება. ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს ვარ თელავში, მაგრამ ყოველ გამოსვლაზე, როდესაც გარეთ გამოვდივარ, ყოველთვის თავიდან ვათვალიერებ ქალაქს, იმიტომ რომ არის უძველესი, ულამაზესი, რაღაცნაირი რეტრო სტილის და არ ვიცი, ძალიან მიყვარს აქაურობა მართლა. და ყველას გირჩევთ, რომ ვინც არ ხართ აქ ნამყოფი, ყველანი ჩამოდით თელავში დაათვალიერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ მე როდესაც ჩამოვდივარ, ყოველთვის ახალ ადგილებს აღმოაჩენ ხოლმე და ყოველთვის ვათვალიერებ თავიდან.
დღეს წვიმიანი ამინდი გვაქვს თელავში და ახლაც ცოტა ისეთი ამინდია, რომ შეიძლება იწვიმოს, მაგრამ ძალიან მინდა რომ ფეხით წავიდე ჩემს დეიდასთან, რომელიც აქედან საკმაოდ შორს ცხოვრობს. ანუ ფეხის წასასვლელად ცოტა შორია რა. მაგრამ არა უშავს. აი ეს მეგობრებო, უკან რასაც ხედავთ. ეგ არის ჩემი ნათესავის გაკეთებული და ძალიან მიამაყება ხოლმე, როდესაც ჩავუვლით ყოველთვის ყველას მილიონჯერ ვეუბნები, რომ ჩემი ბიძის გაკეთებულია, მამა ჩემის ნათესავის. სიმართლე რო გითხრათ, წლევანდელი შეგულება ყველაზე უარესი არის. იმ მხრივ, რომ ჩემ მეგობრებს, ჩემთვის არც ალიათ აქაურ მეგობრებს ერთხელ ვნახე მხოლოდ ამ 3 დღის განმავლობაში და წესით დღესაც უნდა ვნახო და გეგმის გვაქვს და არ ვიცი, იმედი არაფერი გამოუჩნდებათ. 2 ვნახე 2 დღის წინ. დანარჩენები გაფანტულები არიან ზოგისა და ზოგისა და არ ვიცი, მაგრამ იმედია ვნახავ სანამ წავალ. სავარაუდოდ ხვალ წავალ. ან ზეგ. უფრო ხვალ.